ზუგდიდში მთავარ მოედანზე ხალხმა შეკრება უკვე დაიწყო, ზუსტად 1 საათში ქართული ოცნება რიგით მე-11 აქციას დაიწყებს. ირსა და ორი კვირის წინ ნაციონალური ყრილობა დაიმართა, ამ წუთებში ქართული ოცნების ამზადისია და რა ხდება ახლა ზუგდიდში. პირდაპირ ეთერში ვთავთ იმედა დარსალიას. მოდის ვიხდით, ეს არის გურამ როგავას პირდაპირი ჩართვა, იმედა და მოგვიანებით შემოგვერდება გურამ გისმენთ, როგორია სამზადისი. იმედა დარსალია ამ წუთებში იმყოფება ზუგდიდის შემოსასვლელში, სადაც უკვე მოემართებიან მთავარი მოედნისკენ მანქანებით კოლონები და ისინი შემოუერთდებიან რამდენიმე წუთში ამ აქციას და იმედა დარსალია ალბათ ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით ისაუბრებს. ახლა ჩვენ ვიმყოფებით მთავარ მოედანზე, აქ 16 საათისთვის უკვე დაიწყებენ პოლიტიკოსები სცენიდან განცხადებების გაკეთებას. რა თქმა უნდა, ზუგდიდში დღეს ელოდებიან ბიძინა ივანიშვილს, კოალიციის ლიდერს. მანამდე კი ჩვენ პირდაპირ ეთერში შეგვიძლია გავესაუბროთ კოალიციის სხვა ლიდერებს. ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი ალასანია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იმყოფება ახლა ჩვენთან და ის გვეტყვის თუ სამეგრელოს რომელი სოფლებიდან, რომელი მუნიციპალიტეტებიდან მოხდა ხალხის მობილიზება და ზოგადად როგორი იქნება დღევანდელი შეკრება, როგორია თქვენი მოლოდინები. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობებისთვის, მივასალმები თქვენს მაყურებელს. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა იმ ამბრძენი ფაქტებისა, რაც ჩვენ ვიხილეთ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, დღეს სამეგრელოში შეკრებილია აბსოლუტურად ყველა კუთხიდან, ყველა კუნჭულიდან, ყველა სოფლიდან ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი თანამოაზრები და ჩვენი მხარდამჭერები. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ყველაფერი მათ მისცემს იმ მუხტს, იმ ძალას, რომელიც გაყვება მათ 1 ოქტომბრამდე და 1 ოქტომბერს ისინი გააკეთებენ შესაბამის არჩევანს. და დარწმუნებული ვარ, სამეგრელო თავის დიდ სიტყვის იმ საერთო გამარჯვებაში, რომელსაც ქვია ქართული ოცნების გამარჯვება მთელი საქართველოს მასშტაბით. ბატონო ირაკლი, გუშინ გვიან ღამით მოხდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას ნათესავების სახლზე თავდასხმა. შეიძლება ასე შევაფასოთ ეს ინციდენტი, როცა ქვები დაუშინეს საცხოვრებელ სახლს და დაემუქრნენ იქ მცხოვრებ ადამიანებს, რომ 2 ოქტომბრიდან მათ ელით ასე ვთქვათ სასჯელი. თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ დღეს აქ პროვოკაციებს ის არ ელოდება ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ რატომ ხარ ასე რომ დღეს მშვიდად ჩაივლის აქცია და პროვოკაციას ადგილი არ ექნება. ჩვენ პროვოკაციებს არ ველოდებით, ვინაიდან აქ არის შეკრებილი ძალიან დიდი ოდენობა ჩვენი თანამოქალაქეებისა და წარმოუდგენელია ვინმე წავიდეს ამ ხალხის ნების წინააღმდეგ. ამას პირდაპირ რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ეს იყო უბრალოდ ამაზრზენი, კიდევ ერთი ამაზრზენი ფაქტი, რომელიც ელემენტარულად სხვა არაფერი დარჩენია თუ არა ესეთი რაღაცა ხრიკები, რომლითაც ცდილობენ ადამიანები მდგომარეობიდან გამოიყენებენ. მაგრამ და ჩვენ ყველა ერთად პირდებით იმას, რომ 2 ოქტომბრიდან საქართველოს არა ჯალათები და არა სადისტები მართავენ, არამედ საქართველოს მართავდეს იქნება თავისუფალი ადამიანები და ყველას თავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი. ალბათ უსაფრთხოების კუთხით ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაგ არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებიან. როგორც სხვა ღონისძიებებზე ჩვენ უზრუნველყოფილი გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობა, ადგილობრივი დამკვირვებელები ორგანიზაციების და რა თქმა უნდა, ასევე აქ არის წარმოდგენილი ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხალხის ნაკადების სწორი მიმართულებით გადაადგილებას და რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ადგილზე წესრიგს. დიდი მადლობა, ეს იყო ირაკლი ჩიქოვანი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ჩვენთან ერთად რამდენიმე წუთის წინ აქ იმყოფება, შემოუერთდა ამ აქციას ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან ეკა ბესელია, რომელიც თავის მომხრეებთან ერთად მოვიდა ზუგდიდში. ქალბატონო ეკა, როგორია თქვენი მოლოდინი დღევანდელი აქციისა? მივესალმები მაყურებელს, მე შემოვყევი ფოთელებს, ძალიან ბევრი არიან ფოთელები, რომლებიც შემოუერთდნენ ზუგდიდის აქცია სამეგრელოს დიდ შეკრებას. მე მჯერა, რომ მეგრელები, ეს განსაკუთრებული ხალხი დღეს დაამტკიცებს, რომ ახალაიების არ არის სამეგრელო, რომ ახალაიების და სააკაშვილის მმართველობა და ის უწესო, ის უხეში, ის არაადამიანური დამოკიდებულება, რომელიც დღეს ჩვენი კადრებში ვიხილეთ, აი ამ ყველაფრის პასუხი იქნება დღევანდელი შეკრება. საოცარი განწყობაა ხალხში. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, პრაქტიკულად არ წყდება ნაკადი და დღეს ზუგდიდში სამეგრელოს თავყრილობა იქნება გვირგვინი. დღეს საქართველო განსხეულდება სამეგრელოში და სამეგრელო დაამტკიცებს, რომ მხარს უჭერს ქართულ ოცნებას, მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და ეს მითი ახალ
ახალაიების ბატონობის დამთავრდება დღეს აქ. ჩვენ გამარჯვებულები ვართ, ხალხია უკვე გამარჯვებული. თავარია 1 ოქტომბრამდე მივიდეთ ასე მშვიდად, ორგანიზებულად და როგორც ბიძინა ევანიშვილმა თქვა, ერთ მუშტად შეკრულები. გვანდობთ, დიდი მადლობა, ეს იყო ეკაბესელია. მე აქვე გეტყვით, რომ დღევანდელ აქციას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან დაესწრებიან მოქალაქეები. მე უბრალოდ ვთხოვ ახლა ჩემს ოპერატორს გააჩვენოთ ხალხის რაოდენობა ზუგდიდის ზვიად გამსახურდია სახელობის მთავარ მოედანზე. მართალია აქცია 16 საათზე იწყება, თუმცა უკვე ამ დროისთვის აქ საკმარისი რაოდენობა ადამიანებისა შეკრებილი. თუ არის შესაძლებელი, ასევე შემოსასვლელიც ვაჩვენოთ ჩემ ოპერატორს ვთხოვ, საიდანაც უკვე კოლონებიდან უერთდება ამ აქციას სხვადასხვა აქციის მონაწილეები ამ ტერიტორიაზე. მე აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვესაუბრეთ აქციის დაწყებამდე რამდენიმე მონაწილეს, რომლებიც აცხადებენ, რომ ძალადობა დღეს არა მხოლოდ ციხეებში, არამედ ზოგადად ყველა დაწესებულებაშია. ვესაუბრეთ პედაგოგებს, სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ზოგადად ხელისუფლებამ აირჩია ძალისმიერი მეთოდები ყველა უწყებაში, ისინი დაშინების მეთოდებით ცდილობენ, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოიყვანონ, თუმცა როგორც ადგილობრივები საუბრობენ, ამ ვიდეო კადრებმა, რომელიც მეცხრე არხის საშუალებით გავრცელდა, ხალხში შიში გატეხა და დღეს აქ ქართული ოცნების მომხრეები ყოველ შემთხვევაში ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ უამრავი ადამიანი მოიყრის თავს. 16 საათზე იწყება აქცია, ამ დროისთვის კი ვითარება აქ ასეთია. და კიდევ უბრალოდ დეტალს დავამატებ, რამდენიმე წუთში ასევე დღევანდელ ზუგდიდის აქციას შემოუერთდებიან თბილისიდან მომღერლები, მსახიობები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. გურამ რობრავა საუბრობდა ზუგდიდიდან პირდაპირ ეთერში. მადლობა გურამ.